პირველი ყველაზე კარგი სურპრიზი შეგვიძლია დავქოქოთ ან გასაღებით, ან ბარათით. ეგ არის. გვაქვს 100% ელემენტის მუხტი და 322 კილომეტრი. ელექტროსკუტერზე საუბრისას ბევრს აწუხებს შიშები. რა არის რის ეშინიათ ყველაზე მეტად? ეს არის ელემენტი, რომელიც დიდი ალბათობით მოიაზრებენ ხოლმე, რომ ცოტა ხანში მოკვდება და რეინჯი, ანუ რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია ერთ სრულად დატენილ ელემენტს. ავწყობთ 3 ჩელენჯს. პირველი ეს გახლავთ რეინჯი, ანუ რამდენი კილომეტრს გავლით სრულად დატენილი ელემენტი. მეორე ჩელენჯი გახლავთ რამდენად ტევადი არის ეს სკუტერებიდან მოგეხსენებათ, რომ ელემენტი იდება საბარგულში, სავარძელს ქვედა საბარგულში, რომელსაც როგორც წესი ვხმაროთ ხოლმე პირადი ნივთებისთვის, რავი, შოპინგისთვის, პროდუქტების ჩასალაგებლად და ასე შემდეგ. მესამე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის აღმართის დაძლევა, იმიტომ რომ თბილისი მოგეხსენებათ არის ფთაგორიანი სივრცე. წავიდეთ ყველაფერი დეტალურად ნახოთ. რა ხელა ხმა გვაქვს. მოკლედ იმის პარალელურად რომ ვისაუბრებთ ჩემს სუბიექტურ აზრზე ამ ტრანსპორტთან დაკავშირებით, თან ყველაფერი მშრალად ციფრებშიც ვნახოთ. 1500 ვატიანი ელექტროძრავი, მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ, დაფარვის მანძილი 90-დან 100 კმ-მდე, ლითიუმის 72 ვოლტიანი 20 ამპერ/საათში. ელემენტი ადულად მოხსნადია და მისი დამუხტვის დრო 4-დან 6 საათამდე გახლავთ. სრულად ციფრული საინფორმაციო დაფა და LED განათებები ტრანსპორტის წინ და უკანა მხარეს. ჩვენი 3 ჩელენჯიდან დავიწყოთ პირველით და ნახოთ დაფარავს თუ არა 100 კმ-ს დღის განმავლობაში ეს ტრანსპორტი. ნუ აი ქარია რა, უფასო ქარი. ქარი ხომ მიდის ზუსტად AM კატეგორიის ფარგლებში, ანუ 50 კმ/სთ-მდე. ეხლა შეზღუდვა გვაქვს 35 კმ-ზე, ხედავთ აი წერია ორიანი. პირველში მიდის რაღაც კონკრეტული სიჩქარით, მეორეში მიდის კონკრეტული სიჩქარით. აჰა, მესამეში გადავერთეთ წავით შვენიერი 45. რა თქმა უნდა GPS-ითაც გავზომოთ. ფართე კორპუსი აქვს, ანუ ჩვეულებრივი სკუტერის ზომა კორპუსი აქვს. შესაბამისად ტრაქსაც ისედადებთ რა, კომფორტულად, მაგრამ რეალურად აი საბურავებით საკმაოდ ვიწრო არის და მართვით ველოსიპედივით იმართება რა. აი აქ როგორც კი მოხვევას გადაწყვეტ და საჭე სამხარეს მიაწვევი, counter steering-ის მოყოლას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი ჩამოუყალიბებელი და გაუნათლებელი კომენტარი დამხვდება და მოკლედ counter steering შევეშვათ მოხვევის დროს თუ სქელსაბურავიან სკუტერებზე და მოტოებზე თქვათ გრადაცია დიდი გვაქვს, აი ეს არის საბურავის სიმრგვალე და მარჯვიდან მოხვევა და ესე ნელ-ნელა გადავიდა რა. ამ შემთხვევაში აი ჩათვალეთ რომ ვიწრო არის ეს საბურავი და ეგრევე წვება რა, ძალიან სწრაფად წვება, ამიტომ ძალიან გავს ეს ჩვენი არ არის. არა. არის? ეხა ვიბლატავენ მაგას. ერთნაირი ჩაფხუტები გვაქვს. ხო. დავდგეთ? ეტრაირია. ხო, დავდგეთ? არა, ეს ჩათვალე 50 კუბიანი არის რა, ელექტროა, მაგრამ 50-ზე მეტით არ მიდის. 4-ზე ხო გვაქვს არ შევრთქვეთ კი. წავედით. გაგვასწრეს, ნუ ეს ტრანსპორტი რა თქმა უნდა დიდია და რაოდენელიც იყო, რასაც მივყავართ შემდეგ ნიუანსამდე, ეს არ არის სკუტერი, რომელსაც იყიდი იმისთვის, რომ თვითონ გადაადგილებით, მანევრით, ტარებით რაღაცა საოცარი სიამოვნება მიიღო და რამე ჩაგინაცვლოს რა, ორბობლიანი ტრანსპორტის სიამოვნება ჩაგინაცვლოს. ნუ ჩათვალეთ, რომ არის უფასო ქარი. განსხვავებით, რომ საბურავი გვაქვს უფრო წვრილი. აშკარება ფაქტიურად იგივე არის, იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ ვდავარ ქარზე, მაგრამ ახსოვს რომ ამას ჩქარა ისიც არ დადის. 50 კმ/სთ გვაქვს აქ ლიმიტი, შეზღუდვა. ამის ჩინელები რაღაცნაირად აკეთებენ ხოლმე ტრანსპორტს და მე თუ ძალიან მოინდომე შეგიძლია ხოლმე რომ ეგ ლიმიტი მოხსნა, მაგრამ მოდი არალეგალურ რაღაცებზე ამ ვიდეოში ნუ ვისაუბრებთ. აი ეს ფაქტორი რომ არ აქვს ხმა, რამდენად კრიტიკული არის, რამდენად პრობლემატურია, ამ ტრანსპორტზე ხალხი ვერ ხედავს და ეს არის პირადად შენი პრობლემა და შენ თვითონვე უნდა იზრუნო იმაზე, რომ როგორ გადაადგილდებოდე, რამდენი სამუხრჭე დისტანცია დაიტოვო და რამდენად თამამი გადაწყვეტილებები მიიღო მანევრისას. გავართ საცობში. ხედავენ თუ არა მანქანები, რა თქმა უნდა ვერავინ ვერ ხედავს. აი ამისთვის არსებობს აი ეს. დამერწმუნეთ რომ ეხლა დავიცი მედია შემოდის ხმა Dio Today Giorno, მოკლედ 50 კუბიანი, 2 ტაქტიანი, 4 ტაქტიანი სკუტერები, ვისაც გახსოვთ როგორებია, ნუ ფაქტიურად ეგრე დადის რა. უბრალოდ ბენზინის ჩასხმა არ მოგიწევთ, შეგიძლიათ დატენოთ ელემენტი და ფაქტიურად 100 კმ გაიაროთ. ყველა დამფრთხალი არის რომ აო ელექტრო არ მინდა. მე არ ვამბობ რომ უნდა გინდოდეთ ან არ უნდა გინდოდეთ, მე უბრალოდ მინდა რომ დღეს გაჩვენოთ რეალურად აი რა სიზავს. სხვათა შორის არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება უკვე გვაქვს ელექტროსკუტერის ტესტირების და ეგ ბევრგან მომიყოლია. ერთ-ერთი ბრენდი წავიყვანე დაახლოებით
3 წლის წინ და შუაგზაში მოგვიკვდა. თუ ეს ტრანსპორტიც მაგას იზავს, ეგ ვიდეოც დაიდება ზუსტად ეგრე, რა თქმა უნდა. ნუ საცობში რომ ძალიან მოქნილი არის და ძალიან მარტივადროიულით ეხა მაგას რა თქმა უნდა აღარ უნდა ბევრი საუბარი, იმიტომ რომ ხედავთ ჩვეულებრივად ვეტევით ყველგან და ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი უდიდესი პლუსი ამ ტრანსპორტისა არის დიდი ტრაკების დაეტევა, თუ დიდი ტრაკი გაქვთ ნუ ინერვიულებთ. ერთადერთი რაც არ დაეტევა არის ალბათ ორი მგზავრი ერთად, იმიტომ რომ ბევრად დაამძიმებს. ეხლა ნუ ეს წონა რეალურად მაგერავლაბარში ავდივართ და თქვენი თონაც შეატყობდით, რომ უპრობლემოდ მოშრიალებს 45 კმ/სთ. აი უპრობლემოდ. ახლა შედარებით უფრო მკვეთრი აღმართი დაიწყება, გაზი ბოლომდე მაგ გახსნილი. 45 აწერია, ხა რამდენად მართლა 45 მივდივართ არ ვიცი, მაგრამ 45 გვიწერია და შენივრად ართმევს თავს. სავარაუდოდ უფრო მეტით მაგიტო შეუძლია წასვლა, რომ აღმართში არ იწვალო. როცა სწორზე ხარ ან დაღმართში სავარაუდოდ მუშაობს ლიმიტერი. ნუ ეს შეიძლება სისულელეს ვამბობ და მე ვიგონებ, მაგრამ ძალიან ლოგიკური არის და მე ეჭვება რომ ეგრე არ იყოს, იმიტომ რომ როგორც წესი ესე ტრანსპორტზე უკვე ხარით კიდე გავიმეორებ, ხსნიან ხოლმე რაღაცა ლიმიტს და მიდის ხოლმე უფრო მეტით. აი რა ვიცი, თუ რამე ესეთი ჩინური ან ზედდასადგომი კიკ სკუტერი ან რაიმე მსგავსი ტრანსპორტი მინახავს, ელექტრო ყველაფერზე ესია ხოლმე ყოველთვის. აი ხმაურიანი ციმციმა. შეიძლება რომ შევიდე. მადლობა. დენზია? კი. რამდენს გადის? 100 კილომეტრი უწერია, მაგრამ ვიდეოს ვიღებ და ვტესტავ გაივლის თუ არა და ვნახოთ. დაგორებაზე დაღმართზე იტენება? არა. რეკუპერაცია რა აქვს? არა აქვს. კარგად. კიდევ კაი მაყუჩზე არ დაგვაჯარიმეს. მაყუჩი ამ ტრანსპორტს არ აქვს და შეგიძლიათ როცა მოგინდებათ, სადაც მოგინდებათ იაროთ და აი ამ სიგიჟის ფარგლებში რაც ეხა თბილისში ხდება, ამას არ ეხება. ჭირდება თუ არა მართვის მოწმობა? არ ჭირდება, მოდი ესე დავარქვათ, რომ არ ჭირდება. რომელი არ უნდა მაგას? აკრია. ელექტროა, ხო? ელექტროა. თუ ნომერია? ახალი კანონი არის, ხო 1000 კანონი ხო შემოდის და ახალი კანონით უნდა რა, მაგრამ პრავა არ უნდა. პრავა არ უნდა? ანუ B კატეგორია ვისაც აქვს, მანქანის პრავა ვისაც აქვს, მიდიხარ, იხდი რაღაცა თანხას აღარ მახსოვს და AM-ს უწერენ, ბარავი თვითონ იმაში პრავაში. ანუ ისე პრავა არ ქონეს სულ? საერთოდ არაფერი რო არ კონდეს, მარტო თეორიას აბარებ და პროსტა AM-ს გიწერენ, პრაქტიკას არ აბარებ, ნომერს მიარტყავ დადიხარ. კარგად. ტრანსპორტის ძალიან ხშირად მოხვალთ ხოლმე აი ესეთ ულამაზეს ადგილას. სკუტერი მოგეხსენებათ, რომ არის ლამაზი ადგილების მოსანახულებელი საშუალება. მოხვედით, გადაიხედეთ, ვაიმე, ჩვენი თბილისი რა მართლა რა ლამაზია. რა ლამაზია, ნახეთ. მაგრამ, ნუ ეს 74 კილოგრამია, მაგრამ მაინც ზევით ასაგორებლად დაგჭირდება აი ესე რაღაცა წვალება, ჭიდაობა და ოხრა და კნესა და აქ კიდე დასატრიალებელი ადგილი არ არის, რომ ტრანსპორტი დაატრიალო და ჩვეულებრივი წინსვლით ახვიდეს ზევით. ამ დროს აი ესეთი ჭკვიანური რაღაც გვაქვს. 1 2 1 აინთო ტეღილაკი, რომელიც გახსოვთ რომ არის ძალიან ნელა სტაბილურად წინსვლა, ანუ ბოლომდე გახსნილი გაზის შემთხვევაშიც კი 5 კმ/სთ ნელა მიდის წინ და კიდე ერთხელ ზედ დავაჭერთ და დავტოვებთ ამ ღილაკზე ხელს. როგორც ხედავთ, T ჩაქრა და გადაკეთდა მარტო მინუსად და ამ შემთხვევაში გაზის გახსნისას ტრანსპორტი ადის უკან. სიგიჟე. აი ესე ულამაზესად როგორც ჩამოვედი თავისით ადის უკან, ნუ ფეხები უბრალოდ მიდევს იმისთვის, რომ სადმე არ მივარტყა, იმიტომ რომ გაბარიტებს კარგად ვერ ვზნობ, მით უმეტეს უკან გვიყენია ჩანთები. ნახეთ, რამდენად დამრეცი არის ახლა ეს დაღმართი. ძალიან დიდი დაღმართი არის. აი ესე მარტივად ამოსაგორებლად ძალიან დიდი იმედი მაქვს იმასაც ხვდებით, რომ ფეხით არ ამოვდივარ და თავისით ამოვიდა ეს ტრანსპორტი. და კიდე ერთი ნიუანსი არის ხოლმე სიტუაცია, როცა არ გინდა რომ გაზი გაგექცეს და გინდა რომ აი რაც არ უნდა დიდზე გახსნა გაზი, უბრალოდ ნელა მიაგორო სადმე. აი აქ გვაქვს ღილაკი, აქ ეწერება T, გაზის გახსნის შემთხვევაში ნელა მოყვება. რაც არ უნდა ბოლომდე გახსნა, აი ბოლომდე მაგ გახსნილი გაზი. ამის მეტით არ მიდის. აი ზედაც რო იჯდეთ, მოკლედ გაზი ბოლომდეა გახსნილი და 5 კმ/სთ-ის მეტით მოკლედ არ მიდის რა. ძალიან კაი სათამაშო, ძალიან კაი ფუნქცია. ვართ 94%-ზე ცინცაძის ქუჩიდან მოვედითავლაბარში აი ულამაზეს გადასახეთთან. ეს ტევადობის ჩელენჯი. ვთქვით რომ ფულფეის ჩაფხუტი ეტევა, სავარაუდოდ ერთი გემრიელი შესყიდვა მაღაზიაში თავისი პროდუქტებით და ყველაფრით. დიდი პარკი სავსე თავისუფლად ჩაეტევა და ესეც ჩვენი ელემენტი. ეს არის ელემენტის დამტენი, ეს რა თქმა უნდა თან გვაქვს იმისთვის რომ ნახოთ აი ამის ზომა. აი ეს ელემენტი საკმაოდ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს აქ, მაინც ტოვებს პატარა სივრცეს იმისთვის რომ აქ ჩავატიოთ საკმაოდ ბევრი რამ.
4500 ლარი არის ამ ტრანსპორტის ფასი, აი ამ დუგებით, იგივე დამცავებით, რკინის დამცავებით და აი ამ ულამაზესი ჩანთით, რომელიც როგორც ნახეთ, ცალკე გასაღებით იკეტება და 4200 ლარი ღირს აი ამ ყველაფრის გარეშე. როგორც მაღაზიაში გითხრეს, კონკრეტულად სტუდენტებისთვის არის შეთავაზება, ფასდაკლება, რომელიც მოკლედ შეგიძლიათ ყველანაირი დეტალი დაუკავშირდეთ და გაარკვიოთ თვითონ კომპანიას და ეს გახლავთ MyScooter.G, რომელიც არის ცინცაძის ქუჩაზე, შეგიძლიათ შეიაროთ და ათვალიეროთ სხვადასხვა მოდელი, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი. გაერკვეთ სპეციფიკაციაში, დაგაკვალიანებენ მოკლედ ყველაფერზე. აქ რო ერთი ადამიანი დაждდება, წინ ფეხებთან სივრცე იმდენი რჩება, რომ აი აქ ძალიან გემრიელად ჩამოკიდოთ პარკები, რომელსაც დამეთანხმებით, რომ ყველანი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ აი ამაზე ვკიდებთ ხოლმე და ასევე გვაქვს ფეხის დასადებები. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ეს ვინ უნდა იხმაროს, მე რო დავჯექი საკმაოდ მეუცნაურა და არ ვიცი რაღაც პერიოდის მერე თუ შეეჩვევი ეს უფრო მეტად მოგეწონება, არ ვიცი, მაგრამ მე მოკლედ კარგად ვერ ვიგუე, ეს ალბათ ინდივიდუალური არის, ზუსტად იგივენაირი ფეხის დასადებები გვაქვს. გზარისთვის ეს ალბათ ბევრად კომფორტული იქნება და ასევე ერთი პატარა ნიუანსი, აი ამ ჩანთას აქვს ძალიან კარგად მოფიქრებული ესეთი პატარა რბილი მისაღრდომი, რომელზეც მგზავრი მიეყუდება კომფორტულად და არ იგრძნობს თავს ჰაერში, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ტრანსპორტი არის ფაქტიურად ელექტრო ვარიანტი 50 კუბიანი დიოების, ჯორნოების და ასე შემდეგ. და გასაკვირია და სასიამოვნოდ გასაკვირია ის ფაქტი, რომ კორპუსი არ არის ისეთი პატარა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ტრანსპორტზე. ესეც ჩვენი დეშბორდი, შეგვიძლია განათება ჩაართოთ და გადავართოთ შორს მანათზე. სრულფასოვანი, მძლავრი LED განათება იმისთვის, რომ გზაზე დაგვინახონ მანქანებმა, რაც დამერწმუნებით, რომ ელექტროსკუტერზე განსაკუთრებით გჭირდება. საერთოდ არ გვაქვს ხმა და გვაქვს ძალიან ხმამაღალი ციმციმები იმისთვის, რომ ეხლა არ ვიცი თუ აღიქმება, მაგრამ თელეზოში ისმის ეხლა ამის ხმა. გეგონებათ, რომ დიდი სატვირთო მანქანა უკუსვლით მოდის და აგონებს ვიღაცას, რომ არ დაეჯახოს, აი ეგეთი ხმა აქვს. რაც რა თქმა უნდა კარგია. ტანტუ LJ 1500 DT10, 1500 20 ამპერის საათი, 10 ინჩიანი რადიუსის დისკი. რა თქმა უნდა, ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემა, წინაც და უკანაც ბუნებრივია დისკებზე და წინა დისკი ნახეთ, აი ეს ხუნდები როგორც ხედავთ, ქვევიდან ზევით არის გაყრილი, აი უკუღმაა გაყრილი, ნახეთ დისკი როგორ ამაგრია, რა საინტერესოა. ვერ გეტყვით რომ ყველაზე რბილი ტრანსპორტი არის, რითიც ოდესმე მივლია, მაგრამ ქარს არც კი შევადარებდი, ქარს თითქოს საერთოდ ამორტიზაცია არ აქვს და არ ვიცი რატოა ეგეთი. ეს ბევრად უფრო რბილი არის, მაგრამ არა ისეთი რბილი, როგორც ჩვენი საყვარელი რბილი, რა ვიცი, ნებისმიერი კუბატურის კომფორტულად სამოძრაო ტრანსპორტი. ეს ახლა გათვლილი არც არის დიდი კილომეტრაჟის დაფარვაზე, მაგრამ დღის განმავლობაში სადღაც ალბათ 70-80 კილომეტრს ისე გაივლით, რომ წესით არ უნდა დაიღალოთ, ყოველ შემთხვევაში მოლოდინი ესეთია. დღეს ჩვენი მისია სწორედ ეგ არის, ამიტომ აღარ დავყონდეთ. ფასიც გითხარით, ალბათ კომენტარებში ბევრი დაწერთ, 4500 ლარი აი ამ ყველაფრით, რასაც ხედავთ, ეგრეთ წოდებული დუგებით, ანუ აი ამ შეფუთვით, რომ თუ დავარ და რამე არ დაუზიანდეს, რაც ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ მე პლასმასებს დავსდევთ ხოლმე ყველანი და ეს პლასმასები ან ძალიან ძვირი ან არ იშოვება ხოლმე. დეტალები ადგილზე ვნახეთ, რომ ყველაფერი აქვს, ფარიდან დაწყებული, მუხრუჭის ხუნდებით ყველაფრით დამთავრებული და მოკლედ გარდა იმისა, რომ დაიცავს თქვენ სკუტერს, ეს დასაკმაოდ მსუბუქი კონსტრუქცია არის და დიდადაც არ ამძიმებს და პლუს ჩანთაც რა თქმა უნდა ამ პაკეტში მოყვება. 4200 ლარად არის ესე იგი ამ ყველაფრის გარეშე, მაგრამ მე აუცილებლად ვიფიქრებდი ჩანთიანად ყიდვაზე, იმიტომ რომ აი დასაკომპენსირებლად იმ სივრცის დანაკარგისა, რასაც ელემენტი ჭამს აქ, ძალიან მაგარი გადაწყვეტილება არის აი ამ ყუთის ქონა, რომელიც საკმაოდ ტევადია და საკმაოდ დიდი სივრცე არის, ნახოთ თუ ჩაეტევა full face ჩაფხუტი. ცალკე გასაღები გვაქვს აი ამ საბარგულისთვის, რომელშიც full face ჩაფხუტი ეტევა უპრობლემოდ. რამდენად პრაქტიკული არის და რამდენად რეალურია მაგალითად ამითი სადმე გასვლა. ქალაქიდან თუ გახვალთ, იქ რომ სულ ოდნავ მაინც გადახვიდეთ გზიდან. რამდენად რეალურია, რამდენად ადეკვატურია. მე ვიტყოდი რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა ამას ყიდულობთ. არ უნდა გეგონოთ, რომ ადრე რო კროქსები იყო, ეხლა რო აი თუნდაც ეს ლონგჯია რაც მე მყავდა, მთელი საქართველო რომ მოვიარე მაგითი და რავი, სად ჯანდაბაში აღარ ვიყავი და ხან რემონტები აკეთა მაგ სკუტერმა და ხან რა. ეს ტრანსპორტი არ იქნება დიდად მორგებული არა ასფალტოვან ზედაპირზე.
ეს რეალურად არის უნივერსიტეტში, რა ვიცი, სამსახურში, რაღაცა პატარა საქმეებზე, ქალაქში სასიარულო ტრანსპორტი. ცალსახად ქალაქში. ხა რაღაცა ელემენტარულ გაზონზე რატომ უნდა გადახვიდე, მაგრამ რაღაცაზე გადახვალ ასფალტიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ ამითი შესაძლებელი იქნება. თუნდაც პატარა ოფროუდზე წასვლა რა, ესეც მეტეხი. ვიც აქ ჩამოსულ ხართ, გემახსოვრებათ, რამდენად დისკომფორტი არის და როგორი დამჭღრეულია ეს გზა და როგორ ხერხემალს ღუნავს აი აქ სიარული ქარით. იმიტომ რომ ქარი ფაქტიურად საბურავებით პირდაპირ მიწებებული არის კორპუსზე და არ ვიცი ეგრე რატო გააკეთეს, ნუ გათვლილი არის ევროპაზე და ესეთ ქვეყნებზე, სადაც საწუნო არ არის რომ გზა იყოს სწორი, ისეთი როგორიც უნდა იყოს. აი თბილისურ რეალობაში აი ეს პატარა ამორტიზაცია რაც ამას აქვს, არის დაუჯერებელი კომფორტი, იმიტომ რომ არ გავწყდით წელში. რატომღაც კიკ-სკუტერებიც, ესეთი სკუტერებიც არის ხოლმე აი ტაფა რა. ვართ მე-4-ში, 4 რეჟიმი გვაქვს, პირველი, მეორე, მესამე, მე-4. ეს ჩათვალეთ, რომ შეულებრივ სიჩქარის კოლოფზე როგორც არის ხოლმე, რომ პირველით უფრო ნაკლებით მიდის, მეორეთი ოდნავ უფრო მეც მიდის, მესამეთი, მე-4. აი ზუსტად იგივე პრინციპი არის, უბრალოდ ამის ყოველ ჯერზე გადმორთე არ მოგიწევთ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად მე-4-ში ჩააგდოთ, ანუ მე-4-ში იყოს, არაფერი აჩქარების სიმძლავრე და არაფერი ამითი არ შეიცვლება, უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ლიმიტი არის, 4 ლიმიტი აქვს, რამდენი სიჩქარით შეუძლია სიარული და ნუ მე-4 არის ყველაზე დიდი ლიმიტი, როცა ივლით 45 კმ/სთ. საცობში ზუსტად იგივე კომფორტი, რაც მსგავს ტრანსპორტზე, რა თქმა უნდა. გირჩევდით და გისურვებთ, რომ იაროთ, რაც შეიძლება უსაფრთხოდ. ყველანაირი ორბორბლიანი ტრანსპორტის ყიდვისას სულ უნდა გქონდეთ გონებაში ის, რომ თქვენ ბევრად უფრო გაზრდილი რისკ ფაქტორი ხართ პოტენციური ავტოსაგზაო, მოტოსაგზაო შემთხვევებისა, ვიდრე სხვა. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია იმაზე უფრო რისკიანი ტრანსპორტი, ვიდრე კიკ-სკუტერები. მომკალით და ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ 100-ით მიმავალი კიკ-სკუტერით აი რამე შანსი გაქვს, რაც არ უნდა გეხუროს, რომ ნუ იგივეს ვიტყოდი ალბათ მონობორ ბალზეც, მაგრამ არ ვიცი, ბევრი ალბათ შემედავება, თუმცა ჩემი ვალია, რასაც ვფიქრობ, ის თქვა. აბა ვნახოთ მოსახვევი, აი როგორც გითხარით, ველოსიპედი არის რა. არა აქ ეს გრადაცია, რომ ნელ-ნელა გადმოუწვე და მერე იქ დარჩეს. აი როგორც კი უხვევ, ეგრევე მოსახვევში დგება და ძალიან სწრაფად აკეთებს მანევრს, აი ძალიან სწრაფად აკეთებს მანევრს, რაც ნუ საცობში კაია, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად აი არა სტაბილურობის და არა კომფორტულობის განცდას იწვევს, თუმცა ვინც ამაზე მიეჩვევით, იმისთვის მე ალბათ ძალიან ტლანქი და მოუხერხებელი გამოჩნდება სქელბორბლიანი სკუტერები. აჰა, სარკეებში ჩანს ვინ ხედავს და ვინ არა. რანაირი სიგნალი გვაქვს? რა საყვარელი სიგნალია ბიჭო. 90% დავძლიეთ პატარა აღმართით, სავლაბარში ავედით, ყველა ჯერზე როცა დაქოქავთ ოდომეტრი არ ჩანს იმ წამს, ანუ იმ კონკრეტული დაქოქვის შემდეგ გადაადგილება რომ დაიწყეთ, რამდენი კილომეტრი გაიარეთ. ნუ რა თქმა უნდა, როგორც კი გაჩერდებით ეს თავიდან იწყებს ათვლას, იმიტომ რომ ამას trip A და trip B-ს რაც ხდება ხოლმე მოტოებზე ფუნქცია არა აქვს. რასაც მივყავართ, შემდეგ ძალიან საინტერესო ნიუანსამდე რატო არა აქვს, იმიტომ არა აქვს, რომ ეს ტრანსპორტი არის მხოლოდ ელექტროძრავი, ელემენტი და რამა. და ნუ ხადავო ის, რასაც ვეძახით, რა სავალი ნაწილები ხა დიდი ბოდიში, მაგრამ ბორბალი გვჭირდება. არაფერი არა აქვს. ადგილზე საუბრისას გვითხრეს, რომ ეს ყველა დეტალი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ადგილზე. ასევე ადგილზე გვითხრეს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ მეორე ელემენტი სკუტერთან ერთად. ძალიან დიდი ფასდაკლებით იმისთვის, რომ თუ თქვა სიტყვაზე 100 კილომეტრი არ ყოფნით დღის განმავლობაში დასაფარ რეინჯად, ანუ თუ 100 კილომეტრზე მეტს ფიქრობთ, რომ ივლით და ეს ალბათ ეხებათ კურიერებს, რომ კონდეთ მეორე ელემენტი, ერთსაც რომ დაცლით გადაждეთ მეორეზე და მერე ის დახარჯოთ ამასობაში დაიტენება პირველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ულამაზეს დეშბორდზე და აქაც ძალიან კარგად ჩანს სად მივდივართ, რამდენით და როგორ. აბა ვნახოთ top speed-ი. და იმედი ამას არ შეეწირება ჩვენი iPhone-ი. ხო არ გადავ. როგორც წესი პირიქით არის ხოლმე უფრო მეცაჩვენებს და უფრო ნაკლებით მიდის და პატარა აღმართი არის 49 კილომეტრი GPS-ით. ხო არ გადავ 50-ით მივდივართ აღმართში. ნუ და აღმართი არის ხა და მაგიტო დაემატა. მოკლედ რაც აწერია, მაგას ნამდვილად მიდის. სპიდომეტრებზე იტოვებენ ხოლმე სადღაც მე მგონი 5-დან 10-მდე კმ/სთ ცდომილების ზღვარს, დასაშვების ცდომილება არის წარმოებლისთვის. და რა ვიცი, კავასაკიზე და ყველა, მოკლედ ყველგან რა ფაქტიურად შეუძლებელი არის ზუსტად იგივე საჩვენებდეს. 45 გვიჭირავს. გვიწერია დეშბორდზე 47 გვიწერია აღმართში კოსტავაზე 46. ვაუ. კაია, მოკლედ ტყუილს ადგილი არ აქვს. კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო, ჩათვალეთ, რომ ეს არის უფასო ქარი, ბევრად უფრო მოქნილი მანევრით, ძალიან წვრილი საბურავით, რაც ვიღაცისთვის პლუსია, ვიღაცისთვის მინუსია და
უფასო კილომეტრაჟით, იმიტომ რომ ქარისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, არ გადაიხდით 80 თეთრ ღირს. ერთ გავლილ კილომეტრზე, რაც სიგიჟე არის საბოლოო ჯამში ტაქსის ფასი გამოდის, სადმე რომ წახვიდე. ეგ ვიდეოც გადაღებული მაქვს წლების წინ და შეგიძლიათ ნახოთ. ცოტა ისე ყისიერად დავამუხრუჭე. ეგრევე ტრაკი წაიღო, აი მომენტალურად კიდევ და კიდევ პატარა მონაკვეთია შეხებაში საბურავის სიწვრილის გამო ასფალტთან, რაც ბუნებრივია, რომ სამუხრუჭე მანძილს ზრდის. ისეთი თავდაჯერებული მოხრუჭისას არ ვარ, როგორც მაგალითად ჩემს 175 კუბიან ტრანსპორტზე, რის გამოც ვიტყოდი, რომ 45-ზე მეტით გეთანხმებით არც უნდა მიდიოდეს ეს ტრანსპორტი. ეგრევე ტრაკი მიაქვს. ძმაო, ჩვენაირი 84% გაუმორჩს. სასიამოვნო. გაუმორჩს. 84-ზე ვარ რა. შენ ხო ხმარობ მაგას? ამით მუშაობს. ხო. აი ხა იქნება რა. წავედით? შეკვეთა ხო არ მიგაქვს სადმე? ლისზე ავიდეთ. კაი დღე. გაიხარეთ, შემოგევლეთ. 45-ით მოდიოდა კოსტავაზე, 45-ით ავედი ავლაბარში. მაგიტომიდა რომ ცოტა უფრო ისეთი მკვეთრი აღმართი ვნახო რა, სადაც გაუჭirdე. კლირენსი დაბალი გვაქვს და აი აქედან ჩვეულებრივი სკუტერებით გიჟივით რო ხტებით ხოლმე, ამითი ვერ ჩახტებით. შეიძლება ჩახტეთ, მაგრამ მე მაინც შევიცოდებდი ამის ძირს. ფაქტიურად ღამე რო გძინავ და აგდებ და დაიტენება რა. ისე 5 საათში იტენებოდა რეალურად? 4 საათში იტენებოდა. 4 საათშიც? იმიტომ რომ მე ბოლომდე შეიძლება 100 ხო. ხო. მოგორავთ რა 30-ით, 32-ით. მანქანებს მოვყვებით. ისე ვიქამდე მივდივართ, რომ ეს არის რეალურად 50 კუბიანის ბიძაშვილი ელექტროძმა. მულიკი გადამოვასწარი. რავი, ამაზე მეტი აღმართი სად უნდა იაროთ, რავი, ნუ იყიდით ახლა ამაზე მეტ აღმართში თუ გაქვს სასიარულო. აი, ჩათვალეთ, რომ ეხლა ჩვენ ავარჩიეთ ყველაზე რთული სცენარი, რაც შეიძლება ამ ტრანსპორტით მოგიწიოთ. ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც დაისმება, ეს არის საკურიერო თუ გამოდგება და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ კომენტარებში წერთ, არა, საკურიერო და ელექტროტრანსპორტი ხო არ გაგიჟდის კინი. მე ვერაფერზე თავს ვერ დავდებ და არც იმას გეტყვით გამოდგება თუ არა, აგერ ვიპოვეთ კურიერი, რომელსაც რო არ გეგონოთ, რომ ჩაწყობილი არის და ვიღაცას ჩავაცვით კურიერის ფორმა და მოვიყვანე და ვალაპარაკებ, ამ ადამიანს ალბათ ბევრი იცნობთ, იმიტომ რომ შაურმების ქუჩაზე მუშაობს და ეს სააკაძის ქუჩაზე მუშაობს და შეგიძლიათ, არ ვიცი, ალბათ ბევრი იცნობთ. თუ გადაცმული არის და არ იცნობთ და მოვტყუდით ყველანი და მე თქვენთან ერთად მაშინ თქვით. რავი, რეალურ კურიერს გავს. ხო და რავი, ეს ადამიანი არის, მოკლედ, ვინც პირადად დადის იგივე ბრენდის სკუტერით და სხვა მოდელით უბრალოდ და თქვა, რომ მანამდე მეორე მოდელი მყავდაო და მე გადავცვალეო, იმიტომ რომ იმას ორი ელემენტი აქვსო და ძალიან ეკონომიური 35-ით 50-მდე უნდა დატენვა. ერთი დამუხტით გავდივარ 100 კილომეტრი. 0 ლარი დავდივარ ფაქტიურად. მაქვს ორი ბატარეა, სათადარიგო. მეორე დატენილი მაქვს, სახში შეერთებული მაქვს და ვცლი და აი ამ შეცვლის პროცესი რაღაც 5 წუთი მიდის. რა არ მაქვს შეზღუდვა, რომ აი დავუშვათ 300 და 300 გავივლი, იმიტომ რომ ერთი იტენება, მეორე შეერთებული დავდივარ. რავი, ეხლა ჩემთვის მეორე სკუტერია უკვე ელექტროსკუტერი და 7 წელია სკუტერებით დავდივარ. უპირატესობას N-Torx ვანიჭებდი საკურიეროდ ქალაქში და ეხლა მეორე სკუტერია უკვე ელექტროზე გადმოვედი და მესამე თვეა უკვე დავდივარ. ხა ვერ არის ისეთი ფიცხი როგორც ქებადი მატორიდანი ისეთი სკუტერები, მაგრამ ძალიან მაკმაყოფილებს. სიჩქარეც ნორმალური აქვს, 86 სიჩქარეზე კეტავს, 90-95 დადის მაინც. მე კიდე მგონია რომ 90-ზე რო კეტავს, კიდე მიდის. ზეთი, ბენზინი დღეში 20 ლარის ბენზინი მინიმუმ მინდოდა სხვა სკუტერებზე. იქ რაღაც ზეთია შესაძლოა, იქ რაღაცა არც რემენი აქვს, არც ვარიატორი აქვს, არც ცეპლენი, აი ძალიან ბევრი რაღაცაში არის, აი ნული ეკონომია რა, ძალიან მაგარი რაღაცაა. მე მომწონს, ცოტა გამიჭირდა ხა ჩუმი შეჩოვლი რო ვარ ხმაურიან სიჩქარეზე, მაგრამ რაღაც რამოდენიმე ხანი 1-2 კვირა და მე გადავლახე უკვე ეს ბარიერი და უკვე ჩვეულებრივად მოძრაობ ქალაქი. ჩემ ჯერჯერობით იდეალურია, წვიმებშიც ვიარე, ვიმუშავე დილამდე, მთელი ღამე ძალიან მაგარ წვიმებში, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს, მშვენივრად დადის. სამუხრუჭო სისტემას დაჟე მირჩევნია იმ ძველი გენს, იმათ ბარაბანზე აქვს მუხრუჭი უკან და ამას ორივე აპორნებზე აქვს და ჩემთვის ეს დიდი ის არის 130 კილოა. ძალიან დიდი პრივილეგია აპონზე როა ორივე ტორმუზზე 3 კილოვატ ნახევრიანი მატორი აქვს.
აი ჩათვალე ჩეულებად როგორც აი 125-იანი დიოს და იმას გავყავარ, ესე გავყავარ ამასაც რა. ამას ქვია ტანკ 2 ღირს 7350 ლარი. მეორე ბატარეით თუ იყიდით მე ორი ბატარეით მომცეს ეს 8500 ლარა. მე წინა მოდელით იგივე მატორით, იგივე მონაცემებით რაც ყავდა წინა მოდელი 2 თვე ვიარე ისე რომ მეორე ბატარეა არ მქონდა რომ დამეტენა შამენას ის 150 კილომეტრს გადიოდა ერთი დატენით. და მეორე ბატარეა სახში რო შემეტანა და დამეტენა იმის ის არ მოყვებოდა რა შნური ამას როგორ არის იცი რომ ამოვიღე ბატარეას სახში დამტენის შნური მაგ იმას არ ქონდა უბრალოდ მაგ ხო მარტო ტრანსპორტიდან ინტერნეტებოდა და რომ 150 კილომეტრს რო გავივლით დაუშვათ მე კიდე ღამე მუშაობა რომ მინდოდა უკვე 5 საათი და 4 საათი ვჩერდებოდი დასატენად და რა ვიცი ახლა როგორ გითხათ ახლა მინუსი ვიღაცისთვის უხმობაა მინუსი ვიღაცისთვის არ ვიცი ახლა მე ვერ გეტყვი ახლა ჯერჯერობით რო გითხრათ რომ ეხა რაღაცა უხარისხო პლასმასებშია და აი შეკრული არ არის და რაღაცა ეგ არა ეხა მოტორის ხმა რო გესმის სხვა მოპედზე და დაუშვათ პლასმასების კაპუნი არ გესმის ისა ცოტა ისეთი რაღაცა წიწი ისენი რაღაცნაირი საქვთ ადამიანს ზოგს არ უყვარს რაღაცა ხმაური ჩვეულებრივად დავდივარ ჯერჯერობით არ ვიცი რო გითხრათ სიმართლე ხო 2 თვეზე მეტი არ ყოლია ჯერ და აი როცა გავა კიდე რამოდენიმე თვეები და რაღაცა დავტესტავ ერთი წელი გავა და ვიტყვი რომ იმიტომ რომ ჯერ არ გამფუჭები არაფერი, იმიტომ წვიმებშიც ვიარეთ და 130 კილომეტრი კაცი თელი დღეში მინიმუმ 200 კილომეტრს გავდივარ. კიდევ ეხლა ცოტა ბებერი ვარ მაგათთან შედარებით, მაგრამ მე ახალგაზრდა ბიჭები ვიცი 300 კილომეტრს გადიან დღეში. არ არის პრობლემა, როცა უნდა მოვიდენ და გავაცემ პახს. დაჟე ვათხოვებ, დავასვა და დავატესტინებ თუ იმეს დაინტერესებს, არ არის მაგის პრობლემა. გაიხარეთ შემოგივლით. ეს არის სპიდომეტრი, შეგიძლიათ უფასო აპლიკაცია, შეგიძლიათ ყველამ გადმოწეროთ და გაზომოთ თქვენი ტრანსპორტი რეალურად რამდენი დადის. საკმაოდ დიდი ადგილი უკან დასაჯდომა და ცაურამხელა სავარძელია, ნახე უკან წინასწარ გეტყვით რომ თუ ძალიან მსუბუქი არ ხართ თქვენს და მგზავრიც ორი ადამიანისთვის აღმართებში სიარულით დაივიწყეთ რა. სარკეებში ყველაფერი ჩანს, არც ვიბრაცია, არაფერი. ნუ ეს ვიბრაცია გინდა არ გინდა, მაინც შიდაწვის ძრავიან ტრანსპორტს აქვს რა. მაგრამ ტანჯავთ ახლა ტრანსპორტს ესე მგონია. აი თუ გაწურვა, ბოლომდე გაწურვა იყოს მაგის დედაცვატირე. 58% 16 კილომეტრი მას შემდეგ რაც ბოლოს დავიძარით. და დაღლილი არ ვარ, სიმართლე გითხრათ. ნუ ძალიან დიდი ხანი არის მოტოზე და სკუტერზე არ ვჯდარ ვარ. 52% 18 კილომეტრი ბოლო დაკოქვიდან. ესეც ჩვენი კიდე ერთი აღმართი. 51%, ესე იგი, ჩათვალეთ რომ ეხა ექსტრემალურ პირობებში ვტესტავთ, იმიტომ რომ ქალაქისთვის ვინც იყიდით, ამხელა დატვირთვას ელემენტს თქვენ ფიზიკურად ვერ მიაყენებთ. თბილისშივე თუ ივლით ადამ ბ წერტილში. უბრალოდ თბილისში ჩვეულებრივად სიარულს და უიმართლა გაიარა 100 კილომეტრი. ბევრად უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მერჩივნა რომ ესეთი ტესტი გამეკეთებინა და სწორედ მაგიტომ რომ უფრო სწორად და გულწრფელად და გამჭვირვალედ ვარჩვენოთ რეალობა, მაგიტომ იყენია ეს სპიდომეტრი, რომელსაც როგორც გითხარით GPS-ი ზომავს. 48% 20 კილომეტრი ბოლო დაკოქვიდან. აქ მაგრა ცივდა. 45% ძალიან დიდი პორცია მივათხლიშეთ. აი ამ ძალიან კვეთრ აღმართს ნამდვილად არ იყო საჭირო და თავისუფლად შეგვეძლო რომ სწორზე გვეარა და გვეჩვენებინა რომ უი რა კარგად დადის შეპირებულ კილომეტრაჟს, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი უკუღმართად უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ეს პირველი ქართული მოტოლოგია და გავწუროთ ბოლომდე. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ საბოლოოდ აქ მოვედით, იმიტომ რომ აქ გადაღება ძალიან მესიამოვნება. 44% 21 კილომეტრი ბოლო დაკოქვიდან. ურამ სუბუქია ბიჭო. ამას თავისი ჩაშენებული სიგნალიზაცია აქვს. მოუხვიე და წაესვა საფეხური სადგამი. ძალიან დაბლა აქვს, ნოშკა, ეგრეთ წოდებული. არც ისე ძალიან გადამიწვენია, რომ ეგ მოდებოდა. ესე იგი, მაინც და მაინც ეს მარცხენა მხარეს ეგეთი მანევრი დიდად რეკომენდებული როგორც ჩანს არაა. ესე იგი, ეს დაბალი კლირენსი, ნუ ფაქტორია რა. ეს არის ქალაქის სკუტერი. ტყელი, გარემოს სკუტერი, ადეკვატური მანევრით. ჯრაუცებ დახტის. საცობი, არ ვიცი, არ მსმენია. ეს ქვია ახლა ამას რასაც ჩვენ ვაკეთებ. ბიჭო, სუბუქია თან ძალიან 74 კილოგრამი რა არის, არაფერი არა. მოსახვევში ახლა ნუ ჩაუწვევით MotoGP-სავით, მუხს ნუ გადაწევთ. ბასლეინის მგელი ძალიან დიდ აღმართში 3 მაგად და უფრო მეტად ხარჯავდა. და აღმართში რეალურად ალბათ ორჯერ მეც გადიხარ, ვიდრე გაივლიდი. ანუ ელექტროა კი. სწორზე კი გაივლის რა. როგორ ხარ? მაგრად. ეს საგზაო ურთიერთობები ძალიან კაი გასართობია რა. ყველას როგორ უკვირს ბიჭო.
Просто დავდივარო, დავტესტო რას გაივლის. 18 კილომეტრი ბოლო დაქოქვიდან. 1% გადის 1 კილომეტრს. ასე ვთქვათ. აპარატურა ყველაფერი დამიჯდა. აუ რა, ხელა კომფორტი ყოფილა ჩაფხუტის და რაღაცების გარეშე ბოდიალი რა, აგერ ჩანტაში მიდევს ყველაფერი. ვითარი ხელთათმანების და ჩაფხუტის ტარებაა. მოკლედ პეკინიდან ამოვალ ვაჟამდე, ვაჟაზე გავივლი, მე ისევ ჩავტრიალდები ქვევით, აი ესე კრუგზე დავდივარ, წრეზე დავდივარ იმისთვის, რომ რანერადაც უნდა დადიოდეს ეს ტრანსპორტი ვნახო იმას. გადის თუ არა, აშკარად გადის, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ თქო ხო არ მოგთხოვთ, ამიტომ ბატონო. მას შემდეგ რაც ბოლოს დავიძარით, 5 კილომეტრი გავიარეთ, 22% გვაქვს ელემენტის დარჩენილი. 2%-ით დავფარეთ 5 კილომეტრი. რაც ახლა გითხარით, მივდივარ 1%-ით დაახლოებით 2 კილომეტრს, ცოტა უფრო მეცაც კი. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ეს შერეულად რო იარო, აი სტანდარტულად შერეულად რო იარო, თავისუფლად გავივლი 100 კილომეტრს, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით 3% ვხარჯეთ თითო კილომეტრზე მკვეთაღმართში. მინიმუმ 100 კილომეტრი უნდა გაგატაროთ. აი, ვამბობ ყველაზე მინიმუმს. 20% 389, 322-ზე დავიწყეთ. 75 კილომეტრი გვაქვს გავლილი 80%-ით. ეს რას გვეუბნება, იცით? აღმართში ხო ძალიან ვხარჯეთ და სწორზე დავდივართ 2 კილომეტრზე მეტს 1%-ით. მოკლედ 100 კილომეტრი არის მინიმუმ რა, რისი დაფარვაც ამას შეუძლია, ეს ფაქტია. ეს ბოლო აპდეიტი მოვედით ტრანსპორტის დასატოვებლად. დავიწყეთ 322-ით, გვაქვს 396, ანუ გავიარეთ 74 კილომეტრი. სადღაც 20 კილომეტრი კიდე გვაქვს. ნუ როგორ იგზითაც ვიარეთ, მოგეხსენებათ. გამართლა მოლოდინი სამწუხაროდ ყველაფერი უფრო ადრე დამიჯდა ვიდრე ეს ტრანსპორტი დაждდებოდა. სულ 901 ნომერში შეგიძლიათ მოხვიდეთ და დაათვალიეროთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მოდელი აი ამ ბრენდის. დღევანდელი ვიდეო ამით მივუახლოვდა დასასრულს. გემშვიდობებით დროებით.